გიბრალტარის სასამართლომ ჯოზეფ კეის მიერ წარმოებულ დავასთან დაკავშირებით ბადრი პატრკაციშვილის ოჯახის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბადრი პატრკაციშვილის და ნანა პატრკაციშვილმა და ოჯახის ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ განაცხადეს. მათი ინფორმაციით 1 თებერვალს გიბრალტარის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ყველა აქტივი, რომელზეც ამ დავის ფარგლებში ჯოზეფ კეი პრეტენზიას აცხადებდა 100%-ით ბადრი პატრკაციშვილს ეკუთვნის. ადვოკატ ლაშა ბირკაიას ინფორმაციით სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კეის აეკრძალა განახორციელოს ნებისმიერი იურიდიული ქმედება აღნიშნულ აქტივებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, კეის დაეკისრა ოჯახის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების სრულად ანაზღაურება. ეხლა 1 თებერვალს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 100% ამ აქტივების ეკუთვნის პატრკაციშვილის ოჯახს და მას ამ აქტივებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო, მას არ აქვს უფლება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების, მას დაეკისრა ესევე სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება ინა გუდავაძის და პატრკაციშვილის ოჯახის სასარგებლოდ. ეს არის ერთი დავა, ერთი ეტაპი, რომელიც წარმატებით დასრულდა და სხვა გზები, სხვა სასამართლო დავებში სხვა ეტაპებია, რომელიც გაგრძელდება ჩვეულებრივ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ოჯახი ამ დავას ბოლომდე მიიღოს. და ეს ლისტეშტეინის სასამართლო გადაწყვეტილება